საქმე ის არის, რომ ქრისტიანულ წელთაღრიცხვას აქვს ეგრეთ წოდებული სხვადასხვა გამოსავალი წერტილები. ეს არის ეგრეთ წოდებული დასაბამიდგანი, ანუ ადამიანიდან დასაბამიდგან, ანუ ადამიანიდან წლების ათვლა. იგივე აი ამ 532 წლიანი ჟამეულის მეშვეობით. დასაბამიდგანი შეიძლება სხვადასხვა ხალხს ძალიან მიღებული იყო, უფრო ხმარებაში იყო, ესე იგი, უძველესი დროიდანვე და წინ უსწრებდა წლების ათვლას ქრისტეს შობიდან. ჩვენ ქართველებს გვაქვს ჩვენი საკუთარი ქრისტიანული დასაბამიდგანი, რომელიც ქრისტეს შობამდე 5604 წელს ანგარიშობს. ესე იგი, არის ქრისტიანული წელთაღრიცხვის ქართული თავისებურება, ქართული დასაბამიდგანი, ანუ ადამიანიდან ქრისტეს შობამდე გავიდა 5604 წელი. გარდა ამისა, რა კი ათვლა ხდება 532 წლიანი ჟამეულებით, აი ამ დასაბამიდგან, ანუ ადამიანიდან აითვლება 1532 წლიანი ჟამეული და ჩვენ მოვალთ რაც არის ეს ძველი წელთაღრიცხვის 284 წელი, ანუ ქრისტეს შობამდე 284 წელს ფარნავაზ ქართველთა მეფემ შემოიღო ქართული ეროვნული წელთაღრიცხვა და შემოიღო ქართული ამბანი, ქართული წიგნობრობა. რა ირკვევა? ზოგ მეცნიერს მიაჩნია, რომ ამოსავალი თარიღი ქართული ქრისტიანული წელთაღრიცხვისა არის დასაბამიდგანი, მაგრამ ჩვენი ძველი ქართველებს მიაჩნიათ. ესენი არიან ახუშტი, ბაგრატიონი, თეიმურაზ, ბაგრატიონი, სულხან საბა, ორბელიანი და საერთოდ ქართული წარწერები მეტყველებენ იმაზე, რომ ქრისტიანული ქართული წელთაღრიცხვის ამოსავალი თარიღია ძველი წელთაღრიცხვის 284 წელი. ესე იგი, ქრისტე იშვა ფარნავაზ მეფის ეროვნული წელთაღრიცხვის შემოღების 284 წელს. რამდენად, ხოლო შემდეგ ეს ქართული ეროვნული წელთაღრიცხვა 284 წელი ქრისტეს შობის პირველ წლად იქცა და ამდენად ამით საფუძველი. ესე იგი, ქრისტიანული წელთაღრიცხვა აგრძელებს ფარნავაზ მეფის წელთაღრიცხვას და ჩვენ აგვაქვს ავითვალეთ რა 1532 წლიანი ციკლი დაიწყო მე-11 მოქცევა მე-11-532 წლიანი ჟამეული. აი სწორედ ეს არის ქართული ქრონიკონული ათვლა. ესე იგი, ქრონიკონული ათვლა რას ნიშნავს? ათვლა ხდება დასაბამიდგან, მერე ათვლა ხდება ფარნავაზ მეფის ეროვნული წელთაღრიცხვა, ეს ურთიერთშესაბამისია. ესე გავიდა 1532 წლიანი ციკლი და ძველი წელთაღრიცხვის 284 წელს იწყება მე-11-532 წლიანი ციკლი. როცა ამბობენ მაგალითად ამ ასეთ ათვლას 284 წლიდან ფარნავაზ მეფის დროიდან ამას ქრისტეს მოსვლას უწოდებენ. მაგალითად ჩვენ გვაქვს თარიღიანი თხზულება ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი თარიღიანი ძეგლია ურწყინვალესი თხზულება მე-4 საუკუნისა თარიღიანია 342 წელს არის ეს თხზულება შექმნილი და დაწერილი. ახლა რას მეუბნება ეს
ეს თხზულება ესე ენაი ქართული შემკული და კურთხეული სახელითა უფლისაითა მდაბალი და დაწუნებული მოელის დღესა მას მეორედ მოსვლასა უფლისასა და სასწაულად ესე აქვს 424 წელი უმეტეს სხვათა ენათა ქრისტეს მოსვლიდან ვიდრე დღესამდე. აი საქმე ის არის, რა იგულისხმება ქრისტეს რომელ 532 წლიან ციკლში მოდის ქრისტე დასრულდა 10-532 წლიანი ციკლი დასაბამიდან და მე-11-532 წლიანი ციკლიდან მე-11 მოქცევიდან 532 წლიანი მოქცევიდან იწყება ქრისტეს მოსვლის ჟამეული. ესე იგი ქრისტეს მოსვლის ჟამეული ქრისტეს მოსვლის ჟამელი 532 წლიან მე-11 მოქცევას ნიშნავს. ამდენად აი ამ ძეგლში მითითებულია თარიღი, რომ ქრისტეს მე-11-532 წიკლის დასრულების შემდეგ გავიდა 94 წელი, როდესაც აი ეს თხზულება იწერებაო. ახლა საქმე რაშია? ქრისტეს მოსვლის მე-11 მოქცევა 532 წლიანი მოქცევა დაიწყო ძველი წელთაღრიცხვის 284 წელს, ესე იგი რომელიც ფარნავაზ მეფის ქართული ეროვნული წელთაღრიცხვის პირველი წელია. ის ამავე დროს არის ქრისტეს მოსვლის მე-11 მოქცევის დასაწყისი, რომელიც გრძელდება 522 წელს და დასრულდება ახალი წელთაღრიცხვის 258 წელს. აი ეს არის ესე იგი ქრისტეს მოსვლის, ესე იგი ქრისტეს მოსვლა, როცა იხმარება ეს ტერმინი ქრისტეს მოსვლა, იგულისხმება ქართული ეროვნული წელთაღრიცხვიდან ძველი წელთაღრიცხვის 204 284 წელი და ახალი წელთაღრიცხვის 258 წლამდე, აქედან და აქამდე 532 წელია. ამის შემდეგ და ეს არის ესე იგი მე-11 მოქცევის დასასრული, ხოლო მე-12 მოქცევა უკვე ეს არის ქრისტეს მეორე მოსვლის მოქცევა. და ესე ენაი ქართული შემკული და კურთხეული სახელითა უფლისაითა მდაბალი და დაწუნებული მოელის დღესა მას მეორედ მოსვლასა უფლისასა. ესე იგი მეორედ მოსვლა იწყება მე-12 მოქცევა, იგი ახალი წელთაღრიცხვის 258 წელს დაიწყება და ესე იგი ძველი ქრისტიანული წამსით არსებობს ქრისტეს პირველი მოსვლა, მე-11 მოქცევა და ქრისტეს მეორედ მოსვლა უკვე მე-12 მოქცევა არის.